დილამშვიდობისა ჩემო კარგო და კეთილო ხალხო, როგორ ბრძანდებით? მუბრძანდი მე ისევ. ეხლა ვარ ლენკას ძმის ოთახში. ეს ოთახი ძალიან მევასება რა, გარჩა, აქედან ბეროდ უფრო. რაღაცნაირი ისეთი ვაიბია, ნაცრისფერია, რაღაცნაირად უაზრო, მაგრამ ნორმალური ისა, რა სხვა ფერი უნდა და მაგრამ ნაცრისფერი აირჩა მე ბოლოს ამისთვის თუ რაღაც. ჩემი იასამნისფერო ოთახს არ ნაცვლებს, იმიტომ რომ ესენი ხო იასამნისფერია. ალბათ. ნუ დალტონიკი ვარ, ვინც აიცოდით. მე ვარ დალტონიკი. წვაენს და ლურჯის გარჩევა მიჭის ერთმანეთისგან. ხშირად. ყველაზე მარტივად ფერ წითელს ვარჩევ სხვებისგან. და სტაფილოსფერი და იასამნისფერიც მერევა ხოლმე ხანდახან. ეგ როგორ მერევა არ მკითხოთ, იმიტომ რომ ყველას ისეთი სახე აქვს, ხოლმე გიგონება რაღაც. ან შეიძლება მე რასაც ვეძახი სტაფილოსფერს და თქვენ რასაც ეძახით სტაფილოსფერს, ვაფშე სხვა ფერებია. და ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ. შეიძლება მე ლურჯს ხედავ სტაფილოსფერად. თქვენთვის ლურჯს ხედავ სტაფილოსფერად და უბრალოდ მე რომ ლურჯი მეგონა, კი არა, მე ლურჯი სხვა ფერი მე რომ მეგონა, რომ მითხრეს რომ ესაა ლურჯიო. ის შეიძლება სხვა ფრად აღვიქვი და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საგიზეთია რაღაცა ესეთია რა mind game-ის პონტი არის. დღეს რაზე მინდოდა ლაპარაკი? რასიზმზე მინდოდა, კაკრას, ფერებზე რომ დავიწყე, კაკრას. ნუ ხართ რასისტები. მაგრამ ქართველები არც ვართ რასისტები რა. ჩვენ კონკრეტული ერები გვეზიზღება და ეს სრულიად მისაღები არის რა. ანუ უყურეთ ჩვენ ინდოელები არ გვეზიზღება. ნუ მე პირადად ყოველ შემთხვევაში, რა ჩემ გარშემო ვინც ვიცი, არავის არ ეზიზღება ინდოელები. უბრალოდ ეზიზღება სუნი, ხო? ის დისკომფორტი არის რა, იმიტომ რომ მართლა რაღაც სპეციფიკური სუნი აქვს. ეს რასიზმში ვინ ჩამითვალოს, არ ვიცი რას გიზამთ უბრალოდ. ფაქტია, რომ ვიღაც ადამიანებს, პაკისტანელებს, ინდოელებს აქვთ რაღაც საკვები მცენარე, რომელსაც იღებენ ამას ხშირად და ამ მცენარის გამო ასდით რაღაც სპეციფიური სუნი, რომელიც ძალიან შემაწუხებელი მგონია მე. ისევე როგორც ფერადკანიანებზე. ჯერ ხო სიტყვა ფერადკანიანი უფრო რასისტულია, ვიდრე სიტყვა ზანგი. ზანგი არ არის რასისტული, იმიტომ რომ საქართველოში არასდროს არ ყოფილა ბატონყმობა კი იყო, მაგრამ მონობა არ ყოფილა და არასდროს შავები, ეგრეთ წოდებული შავკანიანები არასდროს არ ყოლია მონებად. ხო ეგრეა, ფაქტია. ნუ დამხმარე იყო სულ ვიღაცის და ვეფხის ტყავოსანში მე-12 საუკუნეში რო არის გამოყენებული სიტყვა ზანგი და მაგაზე რომ ვიღაცები მიტრაკებთ რომ აი მაგ სიტყვას ნუ იყენებ იმიტომ რომ რასისტულია, ეგრე შეიძლება სიტყვა შავკანიანიც იყოს რასისტული, გააჩნია როგორ მიმართავ, ხო? შავკანიანო რო დაუძახო, ის იმას შეიძლება რასისტულად ჩათვალოს, ეგ მიმართვა რა. ზანგო რო დაუძახო, ეგეც შეიძლება ისე. ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობას ვაინჭებთ ჩვენი ემოციებით და როგორ გადმოვცემთ მაგით რა. ვიღაც რომ დებილს გეძახის, დებილს. აი შეყვარებულები რო ეძახიან ერთმანეთს დებილო. ეგ ხო ერთმანეთს ეფერებიან. მაგრამ ვიღაც რომ დებილოს რო გეტყვის, ხო ხვდები რომ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაგეთ. მანდ არის ინტონაციაში პრობლემა, იმაშია პრობლემა, ამაში არის ბევრ რაღაცაშია პრობლემა. ჯერ სულ არაფერი ქართველებს გვაქვს ერთი ეგეთი სიტყვა თესლი. ვინმე ადამიანმა რო გითხრას რომ თესლი ხარო, გააჩნია როგორ გვეტყვის მაგასაც. მანდაც ინტონაციაზე არის პრობლემა. შეთესლო ვიღაცა რო გეუბნება, ბრაზდები აუცილებლად, ხო? იმიტომ რომ შენ ყლეხ ვარ, ხო ვინაა თესლი. მაგრამ რაღაცა როს რო აი რაღაცა არარეალურს რო გააკეთებ, სამჯერ რო აკენწლი ბურთს, თესლი ვარ. ხო, ანუ მაგ სიტყვას ვინ როგორ იყენებს, ეგაა პრობლემა და არა ის თუ რაშინ არის მატარებელია. ძალიან მარტივი არის ცხოვრება. ზუსტად ასევეა სიტყვა ზანგიც. შეზანგო, ვიღაც თუ დაუძახებ, რასისტულად ჩათვლის, მაგრამ აშვება ჩემი ზანგი ძმა. ეგ რო დაუძახო, არავის არ ექნება პრობლემა ჩემი აზრით. ხო, ეს მარტივი ის, მაგრამ რასიზმი ხო მარტო ეგ არ არის რა, ინდოელები და ზანგები. ჩინელები, იაპონელები, აზიატები. აზიელები არიან ერთ-ერთი ყველაზე ჭკუით დაჯილდოვებული ხალხი. გინდაც ჩინელები ავიღოთ, გინდაც იაპონელები, გინდაც კორეელები ავიღოთ.
ну, ყაზახებზე და მონღოლებზე ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ თუ შეიძლება რომ მაგაზე არ ჩამაჭიროთ. მაგრამ ყაზახებიც კაი რას აჩანს რა, რავია, კაი ხალხია. მე ვისაც ვიცნობ ყაზახ, ყველა ნორმალური ტიპია რა. კარგით. იაპონელები ძალიან მიყვარს. იაპონელები რო ჭკვიანები არიან, მაგაზე არ ვცდაობთ ხო, მე მგონი, იაპონელები და ჩინელები რო ჭკვიანები არიან, ეგენი რო ჭკვიანები არიყვნენ, დედამიწა შიშე, რა ვიცი, ესეც არ შეიძლება არ გქონდა, არც ეს ბალიში არ შეიძლება გქონდა, ვაფშე სახლი მაინც გვექნება. მაგრამ ნუ ხო ხვდებით რა, ბევრი ნიფთი რომ აი ხა ტელეფონი რითიც მიჭირავს და ეს ტელეფონიც არ მექნებოდა, ჩინელები რო ჭკვიანები არ ყოფილიყვნენ თავის დროზე და რაღაცები რო არ დაეწყოთ და ისა და ესა. ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, ხო? მაგრამ როცა არ მოგწონს რაღაცა ჩინელების რაღაც გაკეთებული საქმე, მაშინ რასისტები ხდებით. ჩვენ ქართველები არ ვართ რასისტები, რა. ქართველები ვართ კონკრეტული ტიპებზე უფრო ბრაზდებით, იმიტომ რომ ერთი ვიღაც, აი, ამერიკელები არიან რასისტები, თეთრი ამერიკელები იმენა რასისტები არიან, რა. იმიტომ რომ იქ მართლა აქვთ აშკარად პრობლემები იმ ფერადგანიანებს, რა, და ეგ გასაკვირი არ არის. და ეს ფერადგანიანებიც არ იქცევიან თლად ეხა ისე ბეჯით მოსწავლეებივით, თორე არ იქნებოდა ხო ეგ პრობლემები. ან თუნდაც ბრიტანეთში ყოველი მეორე ის, მაგრამ არაბებიც ბევრს აშავებენ იქით. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ვინც არაბები მინახავს, იმდენ ნეგატიური ტიპები არ არიან, რამდენადაც უცხოეთში ნახი არაბები. არაბებში მთელს არაბულ საზოგადოებას მოიხსენიებ, ვინც არაბულად ლაპარაკობს. ემირატების ხალხი განსხვავებული არაბები არიან, საუდის არაბები, ვაფშე სხვანაირი არაბები არიან. მაგრამ ჩემი აზრით არაბებს ერთი რაღაც რაც აქვთ, კარგი დასაფასებელი. არის ის, რომ ყველა მორწმუნეა, მე მგონი რა, და რწმენაში არიან გადავარდნილები თავით. ხო და ეგ ისეთი რაღაცაა, რომ ჩემი აზრით დასაფასებელია რა. რომ ამ ქვეყნიურ რაღაცებს ცოტა შორიდან უყურებენ, ცოტა შორიდან კი არა, კაი შორიდან უყურებენ, თუნდაც ღვინოს, ღორიც, ხორცს და ასე შემდეგ და რწმენი, ანუ სჯერათ, ყველა, ანუ ტიპებს იმდენად სჯერათ, რომ ღმერთი გადაარჩენთ, ანუ მაგათთან მუჰამედი ღმერთი არ არის რა, მუჰამედი იყო, კაროჩე ეგ ცალკე გამიხილოთ მუსულმანური რელიგია თუ გინდათ რა, მაგრამ მე არ მგონია რომ გინდოდი. ხო და იმას გულისხმობ, რომ ყველა ძალიან მორწმუნეა ტიპები, მთელი დღის განმავლობაში წყალსაც კი არ იღებენ ხოლმე და ზერო ჩადის მხოლოდ მაშინ იწყებენ წყლის დალევას და ეგეთ რაღაცას რწმენის იქით არაფერი არ გააკეთებინებს ადამიანს. თან მით უმეტეს სპორტსმენებზე განსაკუთრებით მიკვირს, აი სალაჰმა იცის ხოლმე, რომ მთელი სეზონი დაიწყებს შეყრის გოლებს, მოვა ეს რამადანი და ჩაქიმავს. იმიტომ რომ ფიზიკურად ენერგია არ აქვს იმდენი რა. და ძალიან რთული არის რა, ჩემი აზრით. მაგრამ თავისი რწმენის გამო არ აინტერესებს არც ის საფეხბურთო კარიერა არ აინტერესებს, არც ის ფული არ აინტერესებს რა. და ეგეთი რაღაცა ძალიან დასაფასებელია, ჩემი აზრით უბრალოდ. რა თქმა უნდა, ვიღაც არაბები არიან, ვინც არ მიყვარს, რადიკალი ისლამისტები, ვის უნდა უყვარდეს, რადიკალი ვის უნდა უყვარდეს ვაფშე, ანუ ნებისმიერ თემაში რადიკალი ვინც, ანუ რადიკალურად ერთი პოზიცია ვისაც უჭირავს, ჩემი აზრით არავინ არ უნდა გვიყვარდეს რა, უნდა ვიყოთ ყველანი შუაში და ყველა მხარეს უყურებდეთ და რაღაცებს იმაშვებოდეთ რა. ჩვენით გამოგქონდეს რაღაც დასკვნები რა. მაგიტომ რადიკალიზმი არ მომწონს ზოგადად, მაგრამ ეს რასებზე რო აღარ ვლაპარაკობ, ეხლა ვაფშე სხვაგან რა უყო მაგას. კაროჩე, რა აზრი. კიდე ვინ არიან? მე აფრიკელი ხალხი მაგრამ მევასება. ჯიგრები ჩანან. იმენა ჯიგრები ჩანან. ინდოელები არიან მაგარი ჭკვიანები კიდე. მთელი ის კომპიუტერული ტექნიკები და მედიცინა რაც აქვს ამერიკაში, ყველაფერი მაგაზე არის თითქმის დამყარებული რა. ანუ ჭკუის მასა იდეაში ვინც ყავს ამერიკას, ძირითადად ჩინელებს და ინდოელებს არის დამყარებული. ხო და ეგ ფაქტიც რაღაცას უნდა იძახდეს რა, ეგ იმას არ ნიშნავს. ანუ გააჩნია რა გარემოში იზრდება კონკრეტული ადამიანი. ეგრე სქემერები არიან უმეტესობა ინდოეთის მე მგონი რა. Google, I'm calling from the Google. ანუ ხო ხვდებით რა და ეგეთ რაღაცა არის ძალიან ჯეგალაგა. ძალიან გარემოზე დამოკიდებულია რა, მოკლედ. ტიპი რო დაიბადა ნიუ-დელის რომელიღაცა გარეუბანში სიბინძურეში, ხო? იმას ფულის შოვნა უნდა, მაგრამ სირზე კიდია ყველაფერი რა. და ეხლა ტიპი რო ნევადაში ან რა ვიცი, სადღაც იბადება ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში.
კიდე არა, იმას ეგეთი რაღაცა სქემერობა და ისენი და თავისი გონებით ბევრ რაღაცის მიღწევის შანსს ხედავს და აკეთებს და აღწევენ კიდევაც რა. ხო და ეგ მე პროსტა ერთი ის მევასება რომ ინდოელი განგსტერი ნანახი არ მყავს. აი განგსტერი ყველა რასაში მინახავს ინდოელების გარდა. ეგ ფენომენი მაქვს ამოსახსნელი რა. ჯერჯერობით მეტი არაფერი. არა იმდენ ჭკვიანები არიან რომ ძალიან მარტივად მართავდნენ underground world-საც რა, ანუ მიწისქვეშ სამყაროს რა, უკანონობას და ეგეთ რაღაცებს, ეს მაგრად უნდა მართავდნენ, იმიტომ რომ ჭკვიანი ხალხი ჩანან და ეგეთ დროს ჭკვიანი ხალხი მაგრა ამართლებს ხოლმე. კაი, ნუ რა აზრი აქვს მაგას. სამხრეთ ამერიკელები დიდად არ მიყვარს რა, გასაგებია რომ ეს ტემპერამენტი აქვთ, ის აქვთ, ეს აქვთ. ტრაქში გაიგეთო რა მართლა. იმიტომ რომ რაღაცნაირი ისეთი ტიპები არიან, აი ღრმა სიღრმისეულად ვერ ვუყურებ მაგ ადამიანებს რა. მე არ მგონია რომ ოღონდ ეხლა ვლაპარაკობ სრულიად ბრაზილია და არგენტინაზე მაქსიმუმ რა. ბრაზილია და არგენტინა შიგნით აი ესე ტვინში ღრმად მე მგონია რომ არ არიან რა. ანუ ჭკვიანი ტიპები არ მგონია რომ მაგათთან საუბარი რაღაცა აი რაღაცებზე შეიძლება ძალიან იშვიათად არიან რომ რაღაცა აი მწერალი ყავდეთ ან ყველა იმენ ჟოგა ბონიტო და ფეხბურთი და ეგეთ რაღაცებით არიან ფაველებით და ეგეთ რაღაცებით არიან ცნობილები რა ბრაზილიელები და არგენტინელები შედარებით უფრო დაკოპწიებული ანუ რაღაცა ჩაცმული ხალხში გამოსასვლელი ბრაზილიელებივით არიან და უფრო თეთრები არიან პროსტ არაფერი ისეთ განსხვავება არ არის არადა ჩემი აზრით მაგ ორ ქვეყანას შორის ძალიან უხეშები короче ღრმა ადამიანი ხო ხვდებით რას ნიშნავს რა ადამიანი რომელიც ეს ვიზუალის იქით კიდე რაღაცა არის ხო მე მგონია რომ ბრაზილიელებს და არგენტინელებს ვიზუალის იქით არაფერი არ აქვს მაგრამ ჩილეზე და პერუზე და თუნდაც კოლუმბიაზე მაგას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ბევრად უფრო სხვანაირი ხალხი არიან რასისტების კუთხით მაგათ არ აქვს რა რასისტული დამოკიდებულება არავის მხრიდან არ აქვს დაჟე რა ანუ არავინ არ აჯვამს იმიტომ რომ ბრაზილიელები არიან ვიღაცა რომ მაიმუნს ეძახის ვინისიუსს მაგალითად ხო ეგ ვინისიუსიდან გამომდინარე უფრო ეძახიან ვიდრე მისი კანისპერიდან გამომდინარე ჩემი აზრია ეგეთი იმიტომ რომ ვინისიუსი იმენა არ არის ადამიანი არა სიამოვნებით შემოუკრავდი სახეში ერთ-ერთზე რომ ხედავდე რა იმიტომ რომ აი ძალიან ცუდი ადამიანის თავეჭდილებას დოვებს ყველა მომენტში რაღაც საკამათო ვითარებებში რაღაცნაირი არ მიყვარს ეგეთი ბრაზილიელი ფეხბურთელები მით უმეტეს რა და აი ძალიან ისეთები არიან რა გართობაზე და იმაზე რა ზედაპირული ტიპები არიან და ზედაპირზე ვერ რჩებიან ხოლმე რა აი ადრიანოს ცხოვრებაში რა პრობლემებიც ჰქონდა ეგ პრობლემები რო არ ქონოდა მაინც გაკოტრდებოდა დიდი ალბათობით და მაინც ფაველაში იჯდებოდა ამ ეტაპზე რა ანუ მამის გარდაცვალებაც რო არ ავიღოთ ადრიანო იყო ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი რომელსაც მამა დაიღუპა და იმის მერე მენტალური პრობლემები დაიწყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო არადა და საბოლოო ჯამში ისე დაამთავრა რომ ახლა ფაველაში ცხოვრობს რა და განგსტერებთან ერთად დვიჟენიორს და იარაღებით დარბის ყლესავით. ხო, რასისტულ დამოკიდებულებას რაც შეეხება კიდე ებრაელების მიმართ არის ეხა წამოსული ძალიან დიდი რასისტული ისა. მაგრამ არ ვიცი, მაგ თემას იმენა ვერ შევეხები რა. იმიტომ რომ ანუ ეგ თემა არ ვიცი რა, ან ჯობია რომ არ ვილაპარაკო ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ რაღაცა არასწორად ვიტყვი და არ შეიძლება ეგ. მე არ ვერჩი არაფერს ებრაელებს რა ვიცი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ისეთი თავდაჯერებული და მაღალიდან მოსაუბრე ერი ჩანან შორიდან მე მგონია რომ მაინც არ არიან ისეთი ცუდი ტიპები როგორც ეხა მთელი მსოფლიო აუჯანყდასავით რა ტიპები ირანთან დამოკიდებულება რო შეიცვალა ირანს რო შეუტიეს ხო იდეაში ეგ სწორი იყო იმიტომ რომ ირანი აკეთებდა ბირთულ ბომბს და ბირთული ბომბი რაღაცა პაქტი აქვს შეკერილი რომ რამდენიღაცა ქვეყნის გარდა ვისაც უკვე ქონდა დამზადებული მოდი მეტი აღარ დავამზადოთ რომ სამყარო კიდე უარეს საფრთხეში არ ჩავაგდოთ და ირანს ყლეს გიდია და აკეთებს მაინც და ესენიც ადგენენ და ჭუკ დაბომბეს თან ისრაელს ეგ აქვს რა კარგი ჩემი აზრით რომ ომის დროს ომის კანონებით ომობს და ირანი არ ომობდა ეგრევე ქალაქი დაბომბა რა ირანი კი არა ისრაელი ბომბავს მხოლოდ იმ ადგილებს სადაც რაღაც მილიტარი
სამხედრო რაღაცები არის ხოლმე და ჩემს ეგ ცოტა დასაფასებელი არის ირანისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ბავშვები. ხო და იმდენად არიან გავრაზებული ამ ღაზას ამბავზე და პალესტინელებზე ისინი თანამედროვე უფლებადამცველი ხალხი. რომ ირანს იცავდნენ ვიღაც ტრანსგენდერი ტიპები და ანუ არა bro შენ ირანს არ უნდა იცავდე მართლა იმიტომ რომ შენ თუ ირანს დაიცავ და ირანმა ვაიდამე რაღაცა მოვიდეს ირანი კი არ დაგიფასებს იმას ირანის კანონი ჩემ მკვდარი უნდა იყო ანუ ირანის კანონებით შენ მკვდარი ხარ უკვე შენ ადამიანად არ გიქვავენ და რა ვიცი ვიღაცები ყვარიან ვინც ადამიანად არ გიქვავენ და იქნება იმათ ხარეს იდგე ვინც ადამიანად არ გიქვავს მაგ ბათქში, короче, ისრაელი უფრო მართალი იყო, მაგრამ პალესტინასთან მე ვერ გავიგე ვაფშე რა ხდება, ან ომი რაზე აქვს დაწყებული, ან რატო შეყეს, აი შეიყეს იმ ერთმანეთს შეცეს. ამდენი წელი არის დაგა რა იყო, რაღა იყო. თან რა ხშირი დაბომბები მიდის, არ როჩერა. ეგ არ არის ჩემი საქმე. მაგრამ ნუ ებრაელებს რაზეც აჯოვამენ ხოლმე მე არ მგონია რომ მაგაზე მთლად დასჯმელები იყვნენ ირანის ამბავზე რო ვიღაცა აჯვავს აი იმას რა უნდა მოვთხოვ მართლა ვერ ხვდები ტიპი იმე შენს მომავალზეც ფიქრობს რომ ვიღაცას კიდე ატომური ბომბი არ ქონდეს რომელიც უფრო ამფეთქებელია ვიდრე სხვები ვისაც აქვთ ეგეც რო არ იყოს უკეთესი იქნება კაროჩ სად ვიყავი კაროჩ რასიზმი აყლეობა რა. აი გუში ხო ვილაპარაკე იმენა ADHD მაგ გაქანეული ის მაგ საიდან დავიწყე. რასიზმით დავიწყე და ისრაელი ირანის ომზე დავაყე. რა მრცხვენია ხოლმე მართლა გეუბნებით რომ აი თქვენ მრცხვენია რომ მისმენთ ეს კონკრეტულ თემას კი არ მიუყვები და თქვენთვის საინტერესო მგონია რომ აღარ არის ხოლმე. საბოლოო ჯამში როგორც ვამთავრებ ეგ რა და ბოდიში თუ ვინმე ფიქრობს რომ საინტერესო არ იყო ეს ვიდეო და თქვენი დრო დაიკარგა ძალიან დიდი მადლობა ვინც ნახეთ ეს ვიდეო 4000-ზე მეტი გამომწერი ყავს უკვე რაც ძალიან მიხარია მე პირადად ჯერ ეს თვითონაც არ არის რაც დავიწყეთ ეგ არ დავიწყდეთ კარგად მივდივართ და ძალიან მიხარია რომ 1000-მდე ადამიანი მაინც მოიძებნება ყოველდღიურად ვინც ნახულობს რაც იმას ნიშნავს რომ 100 კაცზე მეტი ყოველთვის მილაიქებს რაღაც ვიდეოს და ეგ უკვე ისა რა 100 კაცი თუ მილაიქებს ეს იმას ნიშნავს რომ 100-ვე გულისხმურთ უსმენს მთელს ვიდეოს ან რაღაც შუამდე და მე კიდე აქცელებს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ დროს თუნდაც ახლა სამსახურში თუ შეხართ თან ჭამთან რაღაცა და მე მისმენთ ჩემი ვიდეოები მოსასმენი უფრო არის ვიდრე საყურებელი. იმიტომ რომ არაფერს არ გთავაზობთ რა. აჰა. ეხლა ბაკურიანში რო წავალ მე იქიდან უფრო კაი რაღაცები შემოგთავაზებთ. ალბათ ხედს უკეთეს, არ ვიცი. მაგრამ რა აზრი აქვს რა სადვიჯდები, აი მართლა მაინტერესებს. აი რა აზრი აქვს თქვენთვის სადვიჯდები. თავარია რომ თემაზე რაც ვისაუბრებ შედარებით მოგეწონთ და ეგ იყოს. კაროჩე მიყვარხართ. ძალიან დიდი ბოდიში რომ რაღაცნაირი კაცი ვარ. მე აპატიეთ. მადლობა, რაღაც დაესწარით. ბედნიერად იყავით. ნახვამდის. ეს თუ გამომიწერთ, გამიხართ. თუ დაალაიქებთ, უფრო. Tiki tiki.